დიახ, ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით გერმანისტების აქციაზე, ისინი იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მსვლელობით აპირებენ, რომ მივიდნენ ჯერ ფილარმონიასთან, სადაც იქნებიან მე-6 სკოლის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ისინი შეუერთდებიან იმ მთავარ დემონსტრაციას, რომელიც დაიწყება შვიცაძე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ. მათი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არის იგივე, ისინი ითხოვენ უპირველეს ყოვლისა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ასევე ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ახლა აქციის რამდენიმე მონაწილეს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ და თუ შეიძლება რომ გითხრათ თქვენი სათქმელი, რატომ დგახართ დღეს აქ, ვიცით რომ მარშიც უნდა მოეწყოს. გერმანისტები ვართ შეკრებილები და რა თქმა უნდა როგორც გერმანისტებს, გერმანიასთან რაღაცნაირად დაკავშირებულ ხალხს გვინდა ევროპული ღირებულებები, თავისუფლებები, თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება. ვითხოვთ სამართლიან ხელახალ არჩევნებს, ვითხოვთ პატიმრების უპირობოდ გათავისუფლებას და სხვათა შორის გერმანია უკვე ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა და ჩვენ ვიცით უკვე დადასტურებულად, რომ 200 მილიონი ევროს პროექტები შეაჩერეს საქართველოში. ამის პარალელურად სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება და ის ამბობს, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მათი მხრიდან გაგრძელდება და უნდა ველოდოთ მკაცრ ზომებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. თქვენ რას ელოდებით? რა სახის სანქციები დაწესდება გერმანიის მხრიდან? რა დაწესდება არ ვიცი, მე ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა ვისურვებდი, რომ იყოს სანქციები, პერსონალური სანქციები, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პირების მისამართით და არა რიგით მოქალაქეებს, ანუ ეს თანხები, რაც შეიზღუდა, არის ძირითადად ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები იყო, ბათუმის წყალგაყვანილობის თანხები, ასევე სხვა პროექტების. ჩვენ ვისურვებდით პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის და სხვათა მიმართ. მადლობა, სხვათა შორის ცოტა ხნის წინ გაკეთდა ეს განცხადება ანალენა ბერბოკის მხრიდან, ის აანონსებს მკაცრი ზომების მიღებას ქართული ოცნების წინააღმდეგ, სავარაუდოდ უნდა ველოდოთ სანქციებს გერმანიის მხრიდანაც და ჩვენ შეგვიძლია კიდევ გავესაუბროთ აქციის რამდენიმე მონაწილეს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება რომ გაგვესაუბროთ თქვენი მთავარი სათქმელი რა არის, რატომ მოხვედით დღეს აქ? მე რაც მიწერია აქ არის Leise ist Scheiße, არც ისე კარგად ჟღერს გერმანულად, თუმცა ნიშნავს შინაარსობრივად იმას, რომ დღეს იჩუმე არ შეიძლება. ანუ დღეს ყველამ უნდა მოვიღოთ ხმა, მათ შორის იმათ განსაკუთრებით ჩვენ, ანუ ჩვენ შევგულისხმობთ დღეს ვინც ვართ აქ წარმოდგენილები, ადამიანები, რომლებსაც რაიმე უცხოურთან მინიმალური შეხება მაინც ჰქონია. განსხვავებით რუსულისგან ამ შემთხვევაში. ჩვენი ვალდებულება არის პირდაპირ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ რო ვართ დასაქმებულები, დღეს ჩვენ რო საუბრობთ გერმანულად, დღეს ჩვენ რომ ვართ პოტენციური მისაღები კადრები გერმანიისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საერთოდ არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ დღეს საქართველოში კი არა, გერმანიაში ან ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ვიყოთ, ამის შესაძლებლობა გვაქვს და მაინც აქ ვრჩებით. ასეთი ადამიანები დღეს პირველ რიგში უნდა იყვნენ ძალიან ხმამაღალი ხმით წარმოდგენილები დღეს აქ და არა მხოლოდ დღეს უკვე მე რამდენი დღე არის და ნუ დღეს უბრალოდ შედეგს გამოიღებს ქართველი ხალხის ეს ბრძოლა. ჩვენ ვხედავთ ხო, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარედანაც უდიდესი წნეხის ქვეშ არის ქართული ოცნება. ვნახეთ, რომ მაგნისკის სიაში შეიყვანეს ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეგრეთ წოდებული ხარებას მოადგილեց. რას ველოდებით უახლოეს მომავალში? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო ქმედით ნაბიჯებს, ნაბიჯებში გულისხმობ ჩვენგან განსხვავებით ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას აქვს ბევრად უფრო დიდი ძალა, რომ მათი ქმედითი ნაბიჯებს ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ დღეს, ვიდრე ჩვენს აქ ესე ვთქვათ ყოველდღე პროტესტს. ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი შედეგი მოაქვს ამასაც, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს, თუმცა ბევრად მეტი წილი და ბევრად მეტი წნეხი მოდის მათზე და შეუძლებელი არის უბრალოდ რომ ეს პროცესი ისე დასრულდეს, რომ რაღაც უარყოფითი ეფექტი მოახდინოს ჩვენზე. უარყოფითი ეფექტი მხოლოდ და მხოლოდ და უარყოფითი შედეგი ექნება ქართული ოცნებისთვის ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის. სხვა არაფერი შეუძლებელია რომ ეს ყველაფერი არ დასრულდეს პოზიტიურად, იმიტომ რომ ხედავთ უკვე ჩვენს წინ არის
არის ძალიან ცხადად გამოჩენილი სურათი, რომ სისტემა ინგრევა. თვითონ შიგნით ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი და შეუძლებელია რომ ცუდად დასრულდეს ეს ყველაფერი. მადლობა დიდი. მოკლედ აქ მყოფი ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ დუმილი არის დღეს დანაშაული და ისინი იბრძოლებენ ბოლომდე ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს უკვე 28-ვე დღეა უწყვეტი პროტესტის, ადამიანები მაინც იკრიბებიან, გამოდიან ქუჩაში და თავიანთ სათქმელს ამბობენ. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბროთ. გამარჯობა, გვითხრათ თქვენი სათქმელი რატომ ხართ აქ და რა მოლოდინი გაქვთ, რა ელოდებით მოუწევს კომპრომისზე წასვლა რეჟიმს საბოლოო ჯამში? თავადია რომ რეჟიმი აუცილებლად წავიდეს კომპრომისზე. ჩვენ აქ ვართ გერმანულ ენოვანი საზოგადოება, ეს არის ისეთივე მკაცრი, ისეთივე კონსტრუირებული, როგორც გერმანია და შესაბამისად ჩვენ მოვითხოვთ, რა თქმა უნდა, რეჟიმის ცვლილებას. უმთავრესი რა არის? ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ გამოუშვან აუცილებლად უკანონოდ დაპატიმრებულები, იყოს აუცილებლად ხელახალი არჩევნები და ჩატარდეს ეს ნეიტრალური დამოუკიდებელი ადმინისტრაციით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოუწევს სასვლა. ჩვენ არ გავჩერდებთ ყოველ შემთხვევაში 27 დღე, 28 დღეა აქ ვართ და ვიდგებით. მართალია შეიძლება ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიცვლით ტანსაცმელს და სხვადასხვა მასში მონაწილეობთ, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ ვართ გერმანული ენის მცოდნეები, ჩვენ ვართ იტალიური ენის მცოდნეები და სამწუხაროდ ეს უმეცარმა ხელისუფლება ვერ ხვდება და არც იცის ეს რას. აი დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გერმანიის მხრიდან ქართული ოცნების წინააღმდეგ გაგრძელდება და გერმანია უმკაცრეს ზომებს მიიღებს. ამის პარალელურად ვნახეთ რამდენიმე დღის წინ 200 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა გერმანიამ საქართველოში. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დიახ, ანუ ეს თითოეული მოქალაქე კარგავს ამ დაფინანსებას, როგორც ჩვენ ვიცით, რომ ეს არის აჭარის რეგიონში შეჩერდა მრავალი პროექტი, არსებობს GIZ, რომელიც ახორციელებს პროექტებს და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გერმანიის ქმედებები იქნება კაცი. გერმანია ეს ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანა, გერმანიის თავარი ძრავა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქნება კაცრი ნაბიჯები და ესეც გააცხადა ქალბატონმა ბერბოკმა, რომელიც არის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. მადლობა დიდი. მოკლედ სულ ცოტა ხანში უკვე მსვლელობით ისინი შეუერთდებიან ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას და ამის შემდეგ საღამოს ეს ადამიანები იქნებიან პარლამენტის შენობის წინ.